ეს გადაცემა მონატრების სფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. უკვე მე რამდენად გადაცემა მონატრების სფერებს მასპინძლობს საკათედრო ტაძართან ევანგელისტრიას პირველ ნომერში მდებარე სტილ კაფე. მადლობა აღნიშნული კაფის ადმინისტრაციას, რათა მოგცა საშუალება რომ ჩაგვეწერა ჩვენი გადაცემები. დღესაც ტრადიციისამებრ მასპინძლობს სტილ კაფე და მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც ემიგრაციაში საუკუნის მეოთხედზე მეტი გაატარა. ადამიანი, რომელიც არის მთიდან და ის წამოვიდა ბედის საძიებლად, როგორც სხვა საბერძნეთში. ბედის ძიებაში ძალიან ბევრი დრო გავიდა და აგერ უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ითვლის ემიგრაციის წლებს. უკან დაბრუნება უნდა, მაგრამ გადაცემა მონატრების სფერების სტუმარი გახლავთ ქართველი ქალბატონი ძიძია მელიწყაური, თუმცა ყველა მას ძიძიათი იცნობს, გვარით არასოდეს არ მოუხსენებიათ. გამარჯობა ქალბატონო ძიძია, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მშვიდობა თქვენ და მშვიდობა თქვენს ჩამობრძანებას ამ უძველეს და მადლიან მიწაზე საბერძნეთში. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის, მინდა თქვენს გადაცემას წარმატებები უსურვო, წინსვლა და დიდი მადლობა რომ თქვენი გადაცემის რესპონდენტად ამირჩიეთ. რამდენად ვიმსახურება არ ვიცი, მაგრამ მადლიერება ყოველთვის მექნება თქვენს მიმართ. ქალბატონო ძიძია, წარსულში რომ დავბრუნდეთ, თქვენ საუკუნის მეოთხედზე მეტია, რაც ემიგრაციაში იმყოფებით უცხოეთის ცის ქვეშ. დავბრუნდეთ წარსულში. როდის გაჩნდა ოჯახში სიტუაცია, რომ თქვენც გახვეულიყავით ემიგრანტის მანტიაში და საკუთარი თავისთვისაც გეწოდებინათ სიტყვა ემიგრანტი? ისევე როგორც ყველა ემიგრანტი, ჩვენ სამშობლოში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიურმა პრობლემებმა ჩვენი ოჯახიც მიიყვანა იმ დონემდე, რომ ხსნის გზა უნდა მოგვეძებნა. მოხდა ისე, რომ მამა გარდაიცვალა 1995 წელს, ჩემი ძმა წაიყვანეს სამშობლოს დასაცავად ჯარში, დედა უკვე პენსიონერი იყო და პენსიასაც კი არ იღებდა. დროთა განმავლობაში მე დაენიშნა, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი პენსია 8 ლარი იყო იმ პერიოდში. ჩემი და სტუდენტი იყო და ამიტომ ვიღაცას უნდა აეღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე, რომ ოჯახის გადარჩენაზე ეზრუნა. და აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობარი, რომელიც საბერძნეთში იმყოფებოდა, რჩევის სახით წერილი მომწერა და მისი დახმარებით აღმოჩნდი საბერძნეთში. რომ გაუმხილე ოჯახს, თქვენი გადაწყვეტილება როგორ შეხვდა დედა, თქვენი ძმა ამ თქვენს გადაწყვეტილებას? ეს იყო ურთულესი გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მოგვიწია ყოველ ჩვენთაგანს, მაგრამ ცივი გონებით რომ გამსაჯეთ, მივხვდით რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი და ამიტომ განვახორციელეთ. გზა საქართველოდან საბერძნეთამდე როგორი იყო და ვინ გაცილებთ თქვენ? ის დღე რომ გაიხსენოთ. სიმართლე გითხრათ, გარკვეული თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ მე ცოტა იღბლიან ადამიანთა რიცხვში შევდივარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი სხვადასხვა ფორმით, უფრო ურთულესი გზებით მოუწია ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, მაგრამ მე მქონდა სამთვიანი ვიზა მოსკოვში აღებული. იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა საბერძნეთის არც საელჩო, არც საკონსულო და ამ ვიზის საფუძველზე ჩვეულებრივად ვიმგზავრე სამარშრუტო იკარუსით და ძალიან მშვიდობიანად და წყნარად ჩამოვედი ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობარი დამხვდა და პირველი ნაბიჯების განხორციელებაში მისი დახმარებით ფეხზე დავდექი, ასე ვთქვათ. ცხოვრება საბუთის გარეშე, უცხო ქვეყანაში. როგორია ქართველი ემიგრანტისთვის? ეს 3 თვის შემდეგ დაიწყო ჩემთვის აი ასეთი პრობლემური ცხოვრება, როდესაც უკვე ქუჩაში გამოსვლისაც გვეშინო და როდესაც ვიცოდით რომ თუ კი პოლიცია დაგიჭერდა აუცილებლად უკან გაბრუნება მოგიწევდა, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით ვცდილობდით მოძრაობას ქუჩებში და რატომღაც ყველა მაწნარებდა რომ გარეგნობით დიდათ არ განსხვავდებოდი ბერძნებისგან და ეს იქნებოდა ჩემი ასე ვთქვათ ფარი და ამიტომ ნამდვილად არ მქონია არასდროს შემთხვევა და ასეთ საფრთხის წინაშე არასდროს არ აღმოჩნდი საბედნიეროდ. რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად ამ ხნის განმავლობაში, როდესაც თქვენ სამშობლოდან წლები იყავით მოწყვეტილი? 30 წელია უკვე რაც ამ ქვეყანაში ვარ და 70 წლის განმავლობაში სხვადასხვა
ფაზების მიხედვით იმდენად იცვლება ადამიანის ემოციური მდგომარეობა, რომ ვერც სიტყვი, რომელი პერიოდი იყო უფრო შედარებით მსუბუქი და რომელი იყო უფრო შედარებით რთული. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიყვარული, ეს მონატრება ყოველთვის თანგდევს ადამიანს და რომ იტყვიან ბუჩქი და ფოთოლი და ის შენი მიწის სურნელიც ყოველთვის გენატრება. ყოველთვის სამშობლოსთან ერთად ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სხეული აქ არის, გული, გონება, სული ყოველთვის სამშობლოშია და შენს ადამიანს, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. როგორი ფერი აქვს მონატრებას? შემიძლია ვთქვა, რომ ცისარტყელას ფერები აქვს, სხვადასხვა ფერები აქვს და ეს ფერები, როდის რა მდგომარეობაში ხარ, იმის მიხედვით იცვლება. პირველი ნაბიჯები უცხო მიწაზე, ქალბატონო ძიძია, თქვენ აქ ჩამოხვედით, მიუხედავად იმისა, რომ აქ მეგობარი დაგხვდათ, მაინც როგორ იწყება ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მიწაზე? ეს თქვენ რო ჩამოხვედით, ენა არ იცოდით, გზები არ იცოდით, თავისუფლებას მოყვარული ქართველები უცბად შეგზღუდეს, იმიტომ რომ ბევრს მოუწია ოჯახში მუშაობამ და მოგეხსენებათ, რომ ოჯახში 6 დღის განმავლობაში ფაქტობრივად ხარ ჩაკეტილი და მხოლოდ 1 დღე გაქვს თავისუფლებისთვის. აი ეს ემიგრანტული ცხოვრება რომ მოგვიყვეთ. რა თქმა უნდა, ურთულესი ნაბიჯი პირველი არის სამსახურის ძებნის პროცესი. თან არ მიწყენენ ალბათ ახლად დაბადებული თუ შეიძლება ასე ვთქვათ ემიგრანტები, იმიტომ რომ დღეს უფრო შედარებით ადვილია ადამიანისთვის ემიგრანტობა, როდესაც არსებობს ინტერნეტის ეპოქა, როდესაც არსებობს უკვე მობილური ტელეფონების ეპოქა. ერთ შეკითხვას დასვავ ინტერნეტში და იმ წუთას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ქართველები ცდილობენ რომ მოგეხმარონ, გიპასუხონ, მოგცენ. ეს ფუფუნება ჩვენ არ გქონდა, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა, რომ 90-იან წლებში ჩამოსული ემიგრანტები უცხო ქვეყანაში, ასე ვთქვათ, პირველი მერცხლები ვართ ემიგრაციული ცხოვრებისთვის და მაშინ არ არსებობდა არანაირი გამოცდილება, აბსოლუტურად არც უფლება გქონდა, რომ დავუშვათ ამ ქვეყანაში ჩაწერა, გაგვეკეთებინა, ან მუშაობის უფლება გქონოდა. ქუჩაში რომ გამოვდიოდით, ქართველიც კი არ არ შეგვხვდებოდა. ამას ემატებოდა ენის პრობლემა. უთვალავი ბარიერია, რომ შეიძლება უცებ ახლა ყველაფერი ვერ ჩამოვთვალო და ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენმა თაობებმა და ჩვენამდე ასე დაახლოებით 2 წლით ჩამოსული ემიგრანტები ვინც იყვნენ და ჩვენს შემდეგ კიდევ რამოდენიმე წლის ჩამოსული ემიგრანტები უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, იმიტომ რომ ვთვლი, რომ სამშობლოშიც და აქაც ძალიან ბევრი სირთულეების წინაშე აღმოჩნდით და ბევრი რამის გადატანა მოგვიწია. კონტაქტი საქართველოსთან თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ იმ პერიოდში არ იყო არანაირი სოციალური ქსელი, როგორც ახლა ფაქტობრივად გაადვილებულია. როგორ გქონდათ კონტაქტი სამშობლოსთან? თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვობაში, აი ომის თემაზე გადაღებული ფილმები რომ გვინახავს, თვითმფრინავიდან სამკუთხა ბარათებს რო უყრიდნენ ჯარისკაცებს, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ვიყავით. არ არსებობდა იმდენი ოფისები, ათენში რამდენი ოფისებიც დღეს არსებობს. მე ვიცი ხალხი რომ სალონიკში ჩადიოდა, რომ როგორმე წერილი გაეგზავნა ოჯახის წევრებისთვის. კუნძულებიდან ერთ-ერთმანეთს ატანდნენ ბარათებს, რომ როგორმე ჩამოსულიყო ეს მისი ბარათი ათენში და ათენიდან როგორმე სამშობლომდე გაეგზავნათ. ამას ყველაფერს მე მოვესწარი და ზოგჯერ ისე გადიოდა ერთი თვე, რომ ბარათიც კი არ მქონდა სამშობლოდან. სატელეფონო კავშირი საერთოდ არ არსებობდა და საერთოდ არ ვიცოდით ჩვენ ოჯახში რა მდგომარეობა იყო, ვინ კარგა და ვინ ცუდათა და მახსოვს ერთხელ დაახლოებით ალბათ წელიწადი იქნებოდა გასული პირველად დედას ხმა რომ გავიგონე ტელეფონით და ისევ ტიროდით ორივე რომ ბარათი გამეხარჯა და წინადადების თქმა ვერ მოვასწარით ერთმანეთთან. იმდენად ვიყავით მოულოდნელობისგან აღელვებულები. დღეს უკვე ეს პრობლემები აღარ არსებობს. რა არის ემიგრანტის მიზანი უცხო მიწაზე? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ქართველ ემიგრანტებზე თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად, რადგანაც ქართველი ვარ, ამიტომ უფრო მეტად ქართველ ემიგრანტებზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. ყოველთვის ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს სამშობლოს და ოჯახის მონატრებით და ჩვენი ძირითადი მისია მიგვაჩნია, რომ არის
ის რომ აი როგორც ჩვენ დიდი მწერალი წერდა და აღნიშნავდა რომ სამშობლოში ვიყოთ ოჯახის დესპანები და სამშობლოს გარეთ სამშობლოს დესპანები ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის და მე უკვე რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახის პრობლემების მოგვარება რა მოგცათ ემიგრაციამ და რა წაგართვათ ემიგრაციამ წართმევით თუ დავიწყებთ ის დიდი სიყვარული ის დიდი მოფერების საშუალება ის დიდი მონატრება რაც ოჯახის სამშობლოს მიმართ გაგაჩნია რა თქმა უნდა ნაწილობრივ წაგვართვა მაგრამ მეორეს მხრივ რადგანაც ისეთი ადამიანი ვარ რომ ყოველთვის მინდა ყველა განზომილებიდან შევხედოთ ცხოვრებას და მოვლენებს ვიტყვი რომ საკუთარი თავი უფრო მეტად შეგვასწავლა ისეთი თვისებები შეიძლება აღმოაჩინო შენში რომელიც არც გეგონა რომ მქონდა და შენში არსებობდა და რა თქმა უნდა ის რომ გარკვეულწილად მაინც ბედნიერ ადამიანებად ვთვლით თავს რადგანაც ჩვენი ოჯახის უდიდესი და უმრავლესი პრობლემების მოგვარება შევძელით და ამიტომ მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამის წარსულში რომ დაგაბრუნდათ ქალბატონო ძიძია ხეის გადასახედიდან გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი ცოტა რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ჩემი ოჯახის გადარჩენას დასჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ისევ იგივეს მოვიმოქმედებდი. როდის რამდენი წლის შემდგომ ბრუნდებით სამშობლოში? მინდა გითხრათ, რომ წლების შემდეგ მომიწია პირველად სამშობლოში ჩასვლა და ეს იყო ის პერიოდი, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვა ბრჭყალებში, როდესაც ჩვენ სამშობლოს თითქოს ჯერ კიდევ იმ უშველებელის გადამტანი პრობლემების გამო ჯერ კიდევ თითქოს აი ჩონჩხი რომ არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ თვითფრენავში რომ გამოგვიცხადეს რომ თბილისის თავზე ვართო, ისეთი ამბავი ატყდა. აი გვაინტერესებდა რომ ნეტავ არის სინათლე თბილისში, ნეტავ რა მდგომარეობა დაგვხდება. რომელი წელი იყო ქალბატონო? ეს იყო, ესე იგი მე ჩამოვედი 96-ში და დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ ჩამოვედი პირველად. 2001 იყო თუ კარგად მახსოვს, ელექტრობა არ იყო, წყალი არ იყო, გაზი არ იყო, სამსახურები არ იყო, ხელფასები არ იყო. მოკეთ აი იმ ყველაფრის მერე, როდესაც უცხო ქვეყანაში უყურებ რაღაც ტიპად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს და ამის პარალელურად იცი შენ სამშობლოში რა ხდება და რა პრობლემებია, ისეთ განცდებში გაგდებს ეს, რომ ხანდახან გეშინია რომ გონების დაკარგვამდე არ მიხვდე ადამიანი. როგორი იყო თქვენი შეხვედრა სამშობლოსთან? ვით დახვდათ აეროპორტში და ეს ემოციები რომ გავიხსენოთ? ჩემი პირველი სამშობლოში ჩასვლა ნამდვილად არასდროს არ დამავიწყება. იმდენად ემოციური იყო, რომ მე ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, სახელს ვერ დავარქმევ ეს რა იყო. ჩემი და-ძმა დამხვდნენ აეროპორტში და ეს იყო ისეთი შეხვედრა, რომ მთელი აეროპორტი ჩვენ გვიყურებდა. მთელი აეროპორტი. აი მით უმეტეს ჩემი ძმა იმ პერიოდში ჯარში მსახურობდა, სამშობლოს იცავდა, აფხაზეთშიც ნამყოფია და მე ძალიან მიამაყება. ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები, ჩემი და-ძმა იმდენად ღირსეული პიროვნებები არიან ჩემთვის, რომ აი განსაკუთრებულად ამაღელვად ჩემ ძმასთან შეხვედრა, განსაკუთრებულად. დედა რა თქმა უნდა სახში დამხვდა, იმდენად ემოციურია, რომ შეიძლება გზაში ცუდად გამხდარიყო და ამიტომ აეროპორტში არ ჩამოსულა. და როდესაც მიუახლოვდი უკვე ჩემს ჟინვალს, ჩემი სახლის ფანჯრები რომ დავინახე, დედას ბაღი რომ დავინახე, სხეული ისე დამეძრა, რომ აი ცოტა დამაკლა, რომ არ შევწოხდი, ასე ვთქვათ. დაბრუნდით სამშობლოში, საქართველოში. რატომ ხდება ძირითადად ქართველ ემიგრანტებში ის, როდესაც ბრუნდებიან სამშობლოში, მაგრამ მაინც გული უკან შეძენილი სამშობლოსკენ უცხოეთის ცის ქვეშ მოუწევთ? სხვათა შორის მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ მეძლევა საშუალება მე ყველა ქვეყანას მინდა მადლობა გადაუხადო, ვინც კი თუნდაც ერთი თვით, თუნდაც ერთი კვირით, თუნდაც ერთი დღით ქართველი ადამიანი შეიკედლა და თავშესაფარი მისცა და მით უმეტეს საბერძნეთი 30 წელია უკვე დაახლოებით რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფაქტიურად ისეთ მშობლიური გარემოსავით ვგრძნობ თავს აქ რომ აუცილებლად ვალდებულიც ვარ რომ ამ ქვეყანასაც მადლობა გადაუხადო.
მაგრამ რაც შეეხება სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ისევ იმ გადაწყვეტილების მიღებას რომ უკან გამობრუნდე, ისევ და ისევ სახელმწიფოში და ოჯახში შექმნილი პრობლემების გამო ხდები რომ იძულებით ეს ნაბიჯი გადადგა და ისევ უკან გამობრუნდე. არსებობს ქალბატონო ძიძია თქვენ ემიგრანტების უამრავ არმიას იცნობთ აქ საბერძნეთში, ათენში. არსებობს უკან დაბრუნების გზა თუ უკვე მოიჭრა? მინდა გითხრათ რომ წლების შემდეგ ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და ბრუნდება სამშობლოში, მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე წელიწადი სამშობლოში ყოფნის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას და ისევ უკან ბრუნდებიან, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ის პრობლემები ამოუწურავია, სახელმწიფოში არ არის ჯერის მდგომარეობა რომ ყველა დაკმაყოფილდეს სამსახურით ან ღირსეული ხელფასით დაუშვათ და ამიტომ იძულებულები არიან რომ ისევ ეს ნაბიჯი გადმოდგან და ისევ უკან დაბრუნდნენ. ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილის მიუხედავად მე არ მეგულება ქართველი რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ გქონდეს, მაინც იძულებულები არიან რომ ჯერჯერობით აქ ცხოვრება და მუშაობა გააგრძელონ. თქვენთვის როდის დადგება ის მომენტი, როდესაც მივხვალთ ტურისტულ კომპანიაში და შეუკვეთავთ ერთი მიმართულების ბილეთს სამშობლომდე? სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. იცით რაშია საქმე? მე რაღაც თხოვნასავითაც მაქვს რომ ზოგჯერ ემიგრანტებს კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებენ და მინდა ყველას ვთხოვო რომ ცოტა უფრო მოზობილები იყვნენ ჩვენს მიმართ. აი მე პირადად თქვენს გადაცემას უდიდესი მადლობა მინდა გადავხადო რომ თქვენ ამ თემას შეეხეთ და იმის სურვილი გაგიჩნდათ რომ ჩვენი ცხოვრება შეაფასოთ, დააფასოთ და ამ ფორმით მოგცეთ საშუალება სამშობლოსთან და ჩვენი ერის წარმომადგენლებთან, ჩვენს ხალხთან გასაუბრების. ისეთი პრობლემებია ზოგჯერ ოჯახში. როდესაც დავუშვათ შენი ოჯახის წევრის სიკვდილის სიცოცხლესთან დაკავშირებული თემა და საკითხი, შენ არ გაქვს უფლება რომ არ გააკეთო ის, რაც შეგიძლია რომ გააკეთო შენი ოჯახისთვის და მათი ბედნიერებისთვის. როგორც ვიცი, თქვენი დაებრუნეს ვერაგ დაავადებას და ამან გამოიწვია თქვენი სამშობლოში დაბრუნების გადადება. დიახ. აი ეს სამწუხაროდ არის ისეთი ძალიან ისეთი გრძნობიარე თემები, რომ მე არ მაქვს უფლება რომ ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყო. ამიტომ მინდა გითხრათ რომ ახალი დაბრუნებული ვარ სამშობლოდან, დედას 85 წლის გახლავთ და უკვე მეხუთედ დაემართა ინსულიტი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდოდა მათთან ყოფნა, იძულებული გავხდი რომ ისევ აქეთ წამოვსულიყავი. რას ეთქვით იმ ადამიანებს ქალბატონო ძიძია, ვინც ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს და ფიქრობს წავიდეს ემიგრაციაში, ვერ გადაუწყვეტია ორჭოფობს. რა რჩევებს მისცემთ ახალბედა ადამიანებს, რომლებიც ახლა ხედან ტელეეკრანებთან და უყურება წავიდე ემიგრაციაში არ წავიდნენ, გადადგან ეს ნაბიჯი გახდნენ ემიგრანტები? იცით, არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ადამიანი ვარ რომ ვინმეს რაიმე რჩევა მივცე, იმიტომ რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის ცხოვრების გამო თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ მე მაგალითად უფრო თხოვნასავით მექნებოდა რომ ძალიან ძნელია თუნდაც ახალი შექმნილი ოჯახი გაიყოს და ერთმანეთს დაშორდნენ, თუნდაც მეუღლეები, თუნდაც მშობლები და შვილები, მაგრამ უფრო მექნებოდა სურვილი რომ თუ კი გადაუდებელი პრობლემებია ოჯახში, თუ შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა აიღოს თავის თავზე ის სიმძიმე და მთლიანი ოჯახებით რომ არ წავიდნენ სამშობლოდან, იმიტომ მე ვხედავ რა საფრთხეები არსებობს ჩვენ სამშობლოში, რომ თანდათან ქართველები თითქოს უმცირესობაში ხვდებით. მე არ ვამბობ რომ უცხო ქვეყნის ადამიანების მიმართ არ გამოვიჩინოთ ყურადღება, არ გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა. მე თვითონ ამდენი წელია უცხო ქვეყანაში ცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ ჩვენ იმდენად მცირე რიცხოვანი ერი ვართ, რომ ჩვენ უფრო ღრმად და უფრო საფუძვლიანად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ყოველი ნაბიჯი, მე ასე მიმაჩნია. ქალბატონო ძიძია, აქ ხშირად მოკლედ სხვადასხვა ორგანიზაციები და ასე ვთქვათ
ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ქართულ საღამოებს უწყობდნენ. რამდენად იყო ეს ქართველი ემიგრანტისთვის შვება, როდესაც ქართული საღამოები იმართებოდა თუნდაც წელიწადში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ. ქუჩაში რომ გამოვედი და პირველად ქართველი რომ დავინახე, ისევ ტიროდით და ისევ ეფერებოდით ერთმანეთს, რომ ვინც კი მოძრაობდა იმ დროს ჩვენს გარშემო, ყველა გაოცებული ვიყურებდა. არ იყო ის დრო დღეს რომ უკვე ქართული რესტორნებიც არსებობს, უამრავი ოფისები არსებობს, მხოლოდ 2 ოფისი არსებობდა ათენში და მაქსოს სულ პირველად აფიშა დავინახე ომონიაზე ლიანა ისაკაძეს კონცერტი ტარდებოდა და ეს იყო ჩემთვის იმხელა ემოცია, იმხელა ბედნიერება, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. აი ასე ნელ-ნელა დაიწყო ეს ჩემი შეხება ქართულ ღონისძიებებთან და იმ პერიოდში მე ვმუშაობდი საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახში, მის შვილებს უზრუნველობდი, ასე ვთქვათ. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულია ადამიანებს თავისი გეგმა და პროგრამა შეაცვლებინო და შენი წინადადება მიიღონ, დაპატიჟო სადმე და დაგთანხმდნენ და უფლის მადლით და წყალობით მე ამას მივაღწიე და დავპატიჟე კონცერტზე რომ წამოსულიყო. რომელ კონცერტზე იყო? ეს არაჩვეულებრივი ფილმიც არსებობს, გეცოდინებათ პილიგრიმობა საქართველოდან იერუსალიმამდე, მაშინ კამერული ორკესტრი სხვადასხვა ქვეყანაში ატარებდა კონცერტებს და ერთ-ერთი ქვეყანა იყო საბერძნეთიც. და აი ამ კონცერტზე მყავდა მთელი ოჯახი, პრემიერ-მინისტრი, თავისი ოჯახი. მისი შვილები და მისი შვილიშვილები მყავდა სტუმრად და მინდა გითხრათ, რომ ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ. მადლობა მომიხადეს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ჩვენს შვილებს პირველად მოასმენიათ კამერული მუსიკა ცოცხალი შესრულებით და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა და რა თქმა უნდა მის შემდეგ ეს იყო პირველი ლიტერატურის ინსტიტუტი და კულტურული ცენტრი კავკასია ავთანდი მიქაბერძეს ხელმძღვანელობით. მინდა თქვა, რომ იყო არაჩვეულებრივი საღამოცხონებული ოთარ ლოთქიბანიძესთან შეხვედრა, ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო, მაგრამ მე ნელ-ნელა უკვე გაჩნდა სათვისტომოები, სხვადასხვა სათვისტომოები, სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სალონი, გაჩნდა ქართული გაზეთი და ამან ყველაფერმა მოგცა უდიდესი სტიმული და უდიდესი ენერგია, რომ უფრო ფრთაგაშლილებს გვეცხოვრა და გვემშავა უცხო ქვეყანაში. აი როგორი იყო ორი კულტურული ერის თანაცხოვრება ერთად, თქვენი და მე ვფიქრობ, რომ ადამიანი სადაც არ უნდა იყოს, სამშობლოს სიყვარული და თავისი ერის კულტურა ყველა ფორმით შეუძლია, რომ დაანახოს უცხო ქვეყანაში ადამიანებს. მე მინდა გითხრათ, რომ იმ ოჯახებში მუშაობა, სადაც მე მომიწია, ნამდვილად არ იყო ადვილი და იმ საზოგადოებაში თავის გატანა. მაგრამ როგორ წარადგინეთ საქართველოს? როგორ ხართ რომ მიყავით ქართველი? სხვათა შორის იმ პერიოდში ბევრი არაფერი იცოდნენ საბერძნეთში საქართველოს შესახებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი ახსოვდათ, ახალი დაშლილი იყო ეს სისტემა, როგორც გახსოვთ. მე ნელ-ნელა უკვე როგორც მოგროვდა ქართველი ხალხი უფრო მეტი რიცხობრივად სხვადასხვა ოჯახებში უფრო მეტად გაიგეს ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ იმ პერიოდში მე ვთვლი, რომ აი ჩვენი თაობის ხალხს ნამდვილად დიდი დამსახურება აქვს, რომ ჩვენი სამშობლო ნელ-ნელა გავაცანით ამ ხალხს უცხო. აი როგორ აცნობდით ჩვენ სამშობლოს, ასე აი თუნდაც იმით, რომ წეგან უკვე ვახსენე ლიანა ისაკაძის და გიორგი ჟორდანიას კონცერტზე რომ მყავდა. მე დაემთხვა კიდევ ის, რომ ერთ-ერთ უძველეს ამფითეატრში სუხიშვილების ანსამბლი იყო ჩამოსული, იქაც მყავდა სტუმრად დაპატიჟებული და წარმოუდგენელი სიამოვნება მიიღეს და მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რომ სოფლიოში ასეთი ხალხი არსებობს, ვისაც ასეთი დინამიკა გააჩნია. ეს რა მუხლები აქვთ, ეს რა ძვლები აქვთ, ეს რა აღნაგობა აქვთ ამ ხალხს და ამ ადამიანებსო და უთვალავ მადლობას მიხვდნენ, რომ ასეთი საოცარი კონცერტის მხილველები გახდნენ. რას ეტყვით ქალბატონო ძიძია ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს საქართველოს სოფლიოს სხვადასხვა წერტილში? მე პირველ რიგში მინდა ვთქვა მადლობა, რომ ემიგრაციაში შევხვდი იმდენ ღირსეულ და ნიჭიერ ადამიანს. შეიძლება სამშობლოში მე იმ ადამიანებს არც შევხვედროდი. ამიტომ ამ ხივაც მადლობელი ვარ, რომ ასეთ ძვირფას ადამიანებს შევხვდი და ჩემი მეგობრების წრე უფრო
გაიზარდა და უფრო გამდიდრდი ამ მხრივ და მინდა უთხრა რომ არც მოხდება არასდროს რა თქმა უნდა, მაგრამ სამშობლო არასდროს არ დაავიწყდეთ, სამშობლო სიყვარულით იცხოვრონ ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი დღე, ყოველი საათი და აუცილებლად დაბრუნდნენ. თქვენ დაბრუნდებით? რა თქმა უნდა. ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ ქართველ ემიგრანტებს უცხო ცის ქვეშ გამოკლევიათ ყველანაირი რესურსი და ფაქტობრივად ხშირად რამდენიმე დღე მშიეს გაგიტარებიათ. არ ქონიათ იმის საშუალება, რომ დაგეთმოთ საკუთარი თავისთვისაც ის მცირედი და მშიეს დაგიძინიათ. რომ მივიღოთ ერთი დღე თუ იყო თქვენს ცხოვრებაშიც მსგავსი მომენტი, როდესაც არ გაქვთ საშუალება რომ რაიმე შეიძინოთ, მიირთვათ და უკან დაბრუნებულსაც ის მცირედი გადანახულიც კი აღარ გხვდებათ. დიახ, ხშირადაა ასეთი ძიმეცხოვრება ქართველი ემიგრანტებისა უცხოეთის ცის ქვეშ, რადგან უცხოეთში ხეზე ევროებს ნამდვილად არ კრეფენ. ნამდვილად სამწუხაროდ ვერს გონია ასე რომ იოლი მოსაძებნია თანხების საზღვარგარეთ, მაგრამ ასე ნამდვილად არაა, აბსოლუტურად ის არ არის ეს რეალური სურათი. ძალიან ხშირადაა შემთხვევა, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე მიდის ემიგრანტი და ურთულესი პრობლემების გადალახვა უწევს. შეიძლება იყოს უმუშევრობა, შეიძლება იყოს ქუჩაში დარჩენის შიში და ღამის გათევის შიში, შეიძლება უკაცრავად და მოხდეს ისე, რომ ამოგეწუროს ეკონომიური რესურსი და ნაგავშიც კი დაუწყოს ძებნა ადამიანმა ლუკმას. მე პირადად მე პირადად მქონდა წლების წინ, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი, ასეთი შემთხვევა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ქართველები ვიყავით მაშინ, როგორც უკვე აღნიშნე, ჩემი მეგობარი კუნძულზე იყო წასული, ვერ მომაწოდა უცებ თანხა, მე რაც მქონდა ის რესურსი უკვე ამოიწურა და მხოლოდ პური მეგულებოდა სახლში. და საღამოს დაღლილი რომ დავბრუნდი სამსახურს ვეძებდი იმ პერიოდში, რატომღაც ეს პურიც ჭიანჭველებით სავსე დამხვდა და იმ ღამეს მშიერმა დავიძინე, ისე რომ არაფრისგან არა ხარ დაზღვეული ადამიანი, როდესაც ემიგრაციაში მოდიხარ და ფსიქოლოგიურად უნდა იყო მომზადებული და უნდა გქონდეს ძალიან ძლიერი ნერვული სისტემა და ნებისყოფა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ძალიან უდგახართ გვერდში. ნამდვილად. იცით რა, საერთოდ ემიგრანტის ხელფასი უამრავ ნაწილად იყოფა. დახმარებას ჩვენ მხოლოდ სამშობლოში კი არ ვგზავნით და მხოლოდ იქ მყოფ ადამიანებს კი არ ვეხმარებით. თუნდაც საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტსაც შეიძლება უცებ რაღაცა გაუჭირდეს, შეიძლება უმუშევარი დარჩეს, ვიღაცა პატიმარია რომ უსაბუთობის გამო დააკავა პოლიციამ დაუჭოთ, ვიღაცა უმუშევარია, ვიღაცას აღმოეწურა ეკონომიური რესურსი და სანამ ხელფასს აიღებს დახმარებას ყავს, ვიღაცას ავადმყოფი ყავს და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირად მსმენია რომ ქართველები სითბოს და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და თანადგომას თითქმის ყველა ქვეყანაში ინარჩუნებენ, მაგრამ რატომაც მიაჩნიათ რომ საბერძნეთში განსაკუთრებულად თბილი ემიგრანტები ვართ ერთმანეთის მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ საბერძნეთში რაც მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული ემიგრანტები ხარ და თვითონ ერთმანეთის ტკივილს იზიარებთ, ვის რა უჭირს, ბევრი მაგ შემთხვევაში, როდესაც სოციალებში იპოსტება, რომ ეს ქალბატონი ცუდად არის, ყველა რომ ერთიანდებით და ეხმარებით. ზოგი საავადმყოფოში მოხდა, რომ კითხულობთ, რომ ვინ არის ოჯახის წევრი, ყავს თუ არა ვინმე. მართლა რაც მე დავინახე და მადლობა თქვენ ქართველებს, რომ აი 2000 კილომეტრის დაშორებით სამშობლოში ერთმანეთს უდგახართ გვერდში. აი ძალიან დიდი სითბო და სიყვარული დავინახე მე საბერძნეთში, განსაკუთრებით აქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს შორის. მადლობა. უამრავი მაგალითის და ისტორიის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ერთს გავხსენებდი, რომ წლების წინ ერთი ქართველი გოგონა მოხვდა ავტოავარიაში და თვეების განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, კომაში იყო ჩავარდნილი და მე ამ ისტორიის შესახებ შემთხვევით გავიგე გაზეთი ელადადან და მთელი ქართველობა გავერთიანდით მაშინ, რომ ამ გოგონას დავხმარებოდით და როგორმე სამშობლოში გადაგვეყვანა. ეხლა შეიძლება არ გაუკვირდეს არავის, რომ დავუშვათ საქართველოდან რომელიმე ქვეყანაში სასწრაფო წავიდა გაჭირებული ადამიანის
დასახმარებლად და ასე შემდეგ, მაგრამ იმ პერიოდში ეს ისეთი უპრეცედენტო შემთხვევა იყო და ისეთი იშვიათი მაგალითი, რომ ფაქტიურად ემიგრაციის ისტორიაში შეიძლებოდა ამ მაგალითის ჩაწერა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ მონაწილეობა მიიღო ამ ქართველი გოგონას დახმარებაში, ჩვენი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მყოფი მრევლი მამა თეიმურაზის თაოსნობით კავკასიის კულტურის ცენტრის ქართველობა, ისე ყოველი თითოეული მოქალაქე, აი სულ ნაბიჯ უბან დავდიოდით, რომ მოგვეგროვებინა თანხა და რამენაირად ეს ქალბატონი სამშობლოში გაგვესტუმრებინა. დედაც კი ჩამოიყვანეს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოუხადო მაშინდელ ჩვენს კონსულს, საქართველოს კონსულს კონსტანტინე საბიაშვილს, რომ უზარმაზარი შრომა გავწიეთ და დავაბრუნეთ ეს ქალბატონი სამშობლოში. იქიდან ჩამოვიდა ეკიპაჟი სასწრაფოს რიანომობილი და იყვნენ საოცარი ექიმები, მაშინ წერილიც დაიწერა ადგილობრივ გაზეთში და მინდა რომ ყველას უთვალავი მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ. ქალბატონო ძიძია, ემიგრანტები უამრავ შრომობთ, მაგრამ არ გავიწყდებათ სამშობლო და იქ არსებული პრობლემები. ძალიან ბევრ საქველმოქმედო საქმეებს აკეთებთ, როგორც თქვენ, ასევე ბევრი სხვა ქართველი ემიგრანტი. როგორ შეგიძლიათ, რომ ის მცირედი, აქ ბევრი ანაზღაურება ნამდვილად არ არის, ის მცირედი გაყოთ, თქვენც მოიხმაროთ, ოჯახშიც გააგზავნოთ და პლუს აკეთოთ საქველმოქმედო საქმეები. და რამდენიმე საქველმოქმედო საქმე რომ გაიხსენოთ, თქვენი თაოსნობით, ვისაც თქვენ დაიხმარეთ. იცით რა, ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, ძალიან თამდობალი ადამიანი გახლავართ, მაგრამ პატივს თქვენ შეკითხვას და უნდა გიპასუხოთ აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ სიკეთის გასაკეთებლად იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა რაოდენობის შემოსავალი გაქვს, რამდენადაც თავარია რომ გული გქონდეს და შენი თანამემამულე გედარდებოდეს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ იგივე თავშესაფრებს დავეხმაროთ სამშობლოში, როდესაც უჭირთ, თუნდაც ინდივიდუალურად ოჯახებს, ადამიანებს, ვის როდის რა პრობლემა აქვს და რა საშიშროების წინაშე დგას და მადლობა უფალს და მადლობა წმინდა სპირიდონს, რომ ბარაქას გვაძლევს და ამ ჩვენს ერთ ხელფას უამრავ ნაწილად ყოფთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენო შეგიძლიათ ქველმოქმედებაც გაწიოთ და დაეხმაროთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება მართლა სჭირდება. იცოცხლეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, რადგან ვიცი, რომ აქ ქართველ ემიგრანტებს ძალიან ცოტა დრო გაქვთ. იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ და გქონდეთ მეტი თავისუფალი დრო. შრომობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე დაბრუნდეთ შემდგომ სამშობლოში. წარმატებები მინდა გისურვოთ, მალე დაბრუნება სამშობლოში და ბოლო კითხვა რაც არის, რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც თქვენთვის ქართველი ემიგრანტებისთვის შეუქმნელი. მე კიდევ ერთხელ მინდა მოგიხადოთ უთვალავი მადლობა, რომ თქვენ რესპონდენტად ამირჩიეთ, თქვენ შემოქმედებით კოლექტივს, თქვენ გადამღებ ჯგუფს, ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს უთვალავი მადლობა გადაუხადო. არა მარტო ამ გადაცემისთვის, რომ ცდილობს დაანახოს ჩვენი 8 წელი, ასე ვთქვათ, საზოგადოებას იმ უთვალავი ულამაზესი საღამოებისთვის, იმ უთვალავი და ულამაზესი კონცერტებისთვის, რაც ემიგრანტებისთვის ჩაუტარებია და გაუმართავს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რამეა, იმხელა ფსიქოლოგიურად, იმხელა სტრესის ქვეშ ვართ ჩვენ, რომ აუცილებელი იყო ამ საღამოების ჩატარება და ქალბატონი ლიგია არის ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვინც ამაზე იზრუნვა და უთვალავი მადლობა მას გზას დაგიწყოთ. როგორ შეხვდით ჩვენს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს? ეს მოხდა შემთხვევით, ერთხელაც დამირეკეს და მითხრეს, რომ სიყვარულის საღამო ტარდებოდა და მთხოვეს, რომ მონაწილეობა მიმეღო და როდესაც მივედით ერთმანეთის გასაცნობა თუ ვინ მიიღებდა ამ საღამოზე მონაწილეობას, იქ დამხვდა ეს შესანიშნავი ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი, ვის შესახებაც მანამდე ძალიან ბევრი მქონდა მოსმენილი და ასე
გავიცანით ერთმანეთ და მის მერე უმეგობრობთ უკვე წლებია და მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში არის ეს ადამიანი. ჩვენ რას გვისურვებთ ქალბატონო ძიძია გადაცემა მონატრების ფერებს? მე მინდა გზა დაგილოცოთ, თქვენ აღნიშნეთ რომ მე მთიდან ვარ, მამით ხევსური ვარ და დედით რაჭველი, არაგვის ხეობაში ვცხოვრობ და მთაში ასეთი ლოცვა იციან, გზამგზავრის ანგელოზი შეგეწიოთო. ამიტომ მინდა ყოველთვის გზა დაგილოცოთ, უდიდესი წარმატებები გისურვოთ და ყოველთვის საინტერესო რესპონდენტები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან მალე დავიბრუნდით საქართველოში. დიდი მადლობა მასპინძლობისათვის, რომ მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ და გელოდებით იქ ჩვენთან საქართველოში. თქვენი ადგილი ხომ ჩვენ სამშობლოშია, საქართველოშია. წარმატებები. იცოცხლეთ, მრავალი ჟამიერი თქვენი სიცოცხლე, უთვალავი მადლობა, ბედნიერ გზებს გისურვებთ. თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ქალბატონი, რომელმაც ემიგრაციაში საუკუნის მეოთხედზე მეტი გაატარა. გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი გახლდათ თიული ქალბატონი ძიძია მელიწყაური. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ ქართველი ემიგრანტების ხმა მსოფლიოს გააგონოს. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. ეს არის ტურისტული კომპანია ნულოვანი საკომისიო მომსახურებით. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.